ესე იგი, მე ხო უცოლ შვილო ვარ და დასაოჯახებელი და ეს ჩემი ძმაკაცის შვილები ჩემი შესანახები გახდნენ. ჯერ ნახეთ რა დღეშია და როგორ მექცევა. ვაიმე, როგორ გამაღიზიანა, აღარც ამის წაყვანა მინდოდა და აღარაფერი. ბავშვი 2-3 დღე ატეხილი იყო. თბილისი მოლში წამიყვანე ბანანას დესერტები მაჭამეო. წავიყვანე, მაგრამ ვირო მადლიო რა, მართლა რასაც ქვია. ისეთ დღეში მაგდებს ეს ბავშვი რომ მეტი არ შეიძლება. მეთქი მაჭამე ერთი ცალი მეთქი. გეხვეწები მეთქი, რა იქნება მეთქი, რაც მე შენთვის პატივი მაქვს ნაცემი მეთქი, ცალკე მამა შენისთვის და ცალკე დედა შენისთვის მეთქი, მაგრამ ეს მის. აქ ვევედრები, მარიამ, მაჭამე რამე, მარიამ, მე ხო წამოგიყვანე და პატივი გეცი მეთქი, მაგრამ არა, მამაილა. მე აქ გოგონას ვეუბნები, რომ მეთქი არავის ზედარ გადაყვე მეთქი, აი ერთი მაგალითი ჩემზეა მეთქი. მოკლედ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ბანანას დესერტი ისეთი გემრიელი აღმოჩნდა. ჯერ ხო თვალი ჭაამსო. ჩემთვის შევაკვეთინი ანანასის, რადგანაც მარიამმა ბანანის დესერტი არ მაჭამა. შოკოლადში ამოავლეს ეს ანანასი. შემდეგ ქოქოსში ამოავლეს. და ზემოდან მოასხეს შოკოლადი. ღმერთო, ეს რა იყო, ვერ აგიხსენებთ, მაგრამ ეს მხოლოდ თვალმარაც ჭამა. და ნამდვილი ჭამა ვინ გაცადა? უკვე უნდა ამეყო, ჩამეკბიჩა და მამაილამ რო დამინახა დანახვის ხატმა ხელიდან გამომტაცა. მეთქი შვილო, შენა ბავშვი კი არა, შენა მონსტრი ხარ მეთქი. ვაიმე, როგორ გავღიზიანდი, ეხლა კი ბავშვია, მაგრამ ეხლა გავღიზიანდი. ჯერ 3 წლის არის და უკვე რა დღეშია და ეს როგორ იცხოვრებს ხო წარმოგიდგენიათ. მამაილა, არა, დედას რას ვერჩი, მამა ყავს და აი, მამას აგავს. ბანანიც მიირთვა და ანანასიც. მეთქი ვაშლის გამიკეთეთ, მეთქი იქ ბანანას გოგონას უთხარი. ერთი ლუკმის ჩაკვეჩვა ძლივს მოვასწარი, ეხლა რასაც თქვენ შეხედეთ ვიდეოში და ჩემი ფავორიტი უკვე ანანასია. რატომღაც ძალიან მომეწონა. ალბათ მოკლებული ვარ ანანასებს და კაი ცხოვრებას და მადლობა და თუნაძია ბანანა შეჭმერა თუ წამიყვანე. მადარია გავაზებ, მაგრამ აქ არაფერი. ძალიან მიყვარხარ. მამიკა სანანაბა ჩემთვის ფურავი. ეს რომ ითხრა ბავშვმა სულ დავიძაფრე და ისე ამიჭუყდა რაღაცნაირად გული რა ბავშვია.